მოგესალმებით, კოლეგებო. ჩვენ ალბათ ამ მოწვევის საგრებულოს ერთი სტომა კიდევ მოგვიწევს ჩემი აზრით. ოქტომბრის თვეში დაგასვათ უბრალოდ დღევანდელი სტომის დღის სესიას. პირველი საკითხი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის პროექტების მოწონების თავობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების შესახებ. მეორე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის იაკობ შემოქმედებლის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მესამე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის აკაკი კვანტალიანის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მეოთხე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის აფხაზეთის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მეხუთე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე უსახელო ქუჩისათვის შინდისის გვირების სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მეექვსე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ბერი გაბრიელ სალოსის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მეშვიდე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე უსახელო ქუჩისათვის შემოქმედის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მერვე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე ნომერ 34 ქუჩისათვის გენერალ გიორგი აზნეაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მეცხრე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ექვთიმე ტაყაშვილის ქუჩის მეორე შესახვევისათვის და უსახელო ქუჩისათვის ქუთაისის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. მეათე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამიანიას სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 ივნისის ნომერ 22 განკარგულების არარად აღიარების თავობაზე. მე-11 საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის მეოთხე კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თავობაზე. სხვა საკითხები 12 საკითხი. ვინც მოხრეხავს რომ სტომა დღეს წესრიგი წარიმართო ხელსაწერიდან დასწრებით. ენამდებით პირველი საკითხი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურის პროექტების ოზურგეთის თავობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების შესახებ. ბატონო გერმანო.
მისაღებად გადამტარებელ პასუხობლებო ეს წარმოგვიდგენია განკარგულების პროექტი, რომელშება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და დასაფინანსებელი განსახორციელებელი პროექტების მოწონებას. კერძოდ წარმოგვიდგენია სოფელ დიხაურის ტერიტორიაზე არსებული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, ეს არის ნიაგაური აჭის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2 კილომეტრამდე გზა, ზუსტად 1899 ცm, რომლის საპროექტო სახარშტაფის დოკუმენტაციით ღირებულება არის 1,16,864 ლარი. ვის მოხერხო განკარგულება მიიღო თანასაგებელს ხოლმე ხელსაწევი დამადასტურე. შემდეგი მეორე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურების ადმინისტრაციული ოლქში მდებარე უსახელოებისათვის იაფოს შემოქმედებლის სახელის მიზნების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგარეულო განკარგულების მიღწევა. იაფოს საკრებულოში შემოვიდა საკრებულოს წევრის ბატონ ოსიფ ინიციატივა დაბაურების ტერიტორიაზე ერთ-ერთი უცნობი იაფოს შემოქმედების სახელის მიზნების დაუბრუნდა. კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და მხარი დადებითი დასკვნა დოკუმენტაცია გაიგზავნა სამთავრობო კომისიაში და სამთავრობო კომისიიდანაც დადებითი პასუხი შესაბამისად საკითხის სათამაშო პროექტებს ქუჩას ნახაზი და ორგანიზების წარმოდგენილია მიენიჭოს იაკობ შემოქმედებლის აქ ამის სხვა შეკითხვა არ გვეც მოხერხო განკარგულება მიიღო თანასაგებელს ხოლმე ხელსაწევი დამადასტურე. შემდეგი მესამე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურების ადმინისტრაციული ოლქში მდებარე უსახელო ქუჩისათვის აკაკი კვარტალიანის სახელის მიზნების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგარეულო განკარგულების იაფ მოგახსენებ საკრებულოს შემოვიდა საკრებულოს წევრი ჩამდინარების ინიციატივა დაბაურების მოსახლეობა პროექტებს ქუჩას დაბაურებში უსახელო ქუჩას ეთყობა აკაკი კვარტალიანის სახელით, რომელიც შეისწავლა აღნიშნული საკითხი სამთავრობო კომისიაში სამთავრობო კომისიამ სექტორის განხილვა აღნიშნული საკითხი და მივიღეთ დადებითი პასუხი. რომელსაც არის საკითხი ვის მოხერხო განკარგულება მიიღო თანასაგებელს ხოლმე ხელსაწევი დამადასტურე. მეოთხე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურების ადმინისტრაციული ოლქში მდებარე უსახელო ქუჩისათვის აფხაზეთის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგარეულო განკარგულების იაფ შემოვიდა საკრებულოში საკრებულოს წევრის ბატონ ჩამდინარების ინიციატივა პროექტების ქუჩას დაბაურებში ეთყობს აფხაზეთის სახელი კომისიამ მონიციპალური აღნიშნული ინიციატივა შეისწავლა განხილვა დადებითი დასკვნა გაიგზავნა სამთავრობო კომისიაში, ოქტომბერს სამთავრობო კომისიას განიხილა აღნიშნული საკითხი და მივიღეთ იქედანაც დადებითი პასუხი. მუნიციპალიტეტში დაბაურებში იქნება აფხაზეთის სახელის კარგია ბატონო, მოგლეთ ვის მოხერხო განკარგულება მიიღო თანასაგებელს ხოლმე ხელსაწევი დამადასტურე. შემდეგი ყველა ერთად ულაბარებენ რა ხოლმე ეთქოს. ან მობინანისთვის ეთქმები ამდენი ხანია უღურებ არ ვიცი. უსვინოთ რა ხო რა. მეხუთე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურებში მდებარე უსახელო ქუჩისათვის შინდისის გულების სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგარეულო განკარგულების მიღების პროგრამაზე. აქაც შემოვიდა საკრებულოში ჩამდინარების ინიციატივა დაბაურებში ერთ-ერთი უსახელო ქუჩის ეთყობს შინდისის გულების სახელით შეისწავლა განხილვა დადებითი დასკვნა გაიგზავნა
ვინც მოხერხათ რომ განკარგულება მიიღოთ ამ საკითხზე ხო ხელსაწყოებიდან დასტური წინამდეგი მეექვსე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო გუნდსათვის ბერი გაბრიელ სალოსის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგრებულოს განკარგულების მიღების პრობლემაზე. ის Ja, fakat შემოვიდა საკრებულოში საკრებულოს წევრის დეპუტატი ჩამდინარაძის ინიციატივა, რომელშიც სახელოს ქუჩას ეკუთვნის ბერი გაბრიელ სალოსის სახელი. Komisija შეიცავლა აღნიშნული საკითხი, დასკვნა გაიგზავნა სამთავრობო კომისიაში, პროსექტების განხილვა სამთავრობო კომისიამ და სამთავრობო კომისიიდანაც მივიდა დადებითი პასუხი. რომელსაც საკითხი საკუთარი დასაბუთებაა. კეთილი ვინც მოხერხათ რომ განკარგულება მიიღოს ამ საკითხზე ხო ხელსაწყოებიდან დასტურეთ. ამის ავტორი თვითონ აღესწრება. ჩამდინარაძე სამიანის ეშვიდე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურეკში მდებარე უსახელო გუნდსათვის შემოქმედი სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების პრობლემაზე. Fakat iniciatīva ეკუთვნის საკრებულოს წევრ ბატონ ჩამდინარაძეს, რომელსაც განხილვა აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ უსახელო გუნდსათვის შემოქმედი სახელის მინიჭების თაობაზე, დასკვნა გაიგზავნა სამთავრობო კომისიაში, 8 სექტემბერს განხილვა სამთავრობო კომისია და იქედანაც მივიდა დადებითი პასუხი. კი ბატონო. შეგითხრა Adrobeka. Az განხილვას ესწრებოდი, მაგრამ არ მახსოვს. სამოტივაციო ნაწილში სახელწოდება შემოქმედის მინიჭების რითქებო განპირობებული და რა არგუმენტი იყო, რატომ შემოქმედი და რატომ ვთქვათ თუ მოსახლეობის ინიციატივა მოსახლეობა მიმართავდა და შემოქმედელი მესმის შემოქმედი შემოქმედის ეპარქია ბატონო და შემოქმედის ეპარქია მაგრამ შემოქმედის შემოქმედის გამო ალბათ არა. ბატონო დეკაზდაუს არა, ჩემი უნდა გამეთვალები. სპეციფიდეს რატომ შემოქმედი ურეში. აქ სამოტივაციო ნაწილზე საუბარი. აქ სამოტივაციო ნაწილი არ არის. ეს იქნებოდა ინიციატივაში, რომელიც შემოიტანა საკრებულოს ორი მოტივი იყო, ვთქვათ, ერთი თვითონ სოფელ შემოქმედის და მეორე შემოქმედის ეპარქიის არსებობა. ეს იყო მოსახლეობა. ორივე? ორივე. Proba შემოქმედის ტერიტორია იყო. ანუ ახლა ეს არგუმენტი მაინტერესებს. იმიტომ რომ როდესაც კუჩის სახელწოდებაზე საუბარია, აუცილებლად ის რაღაცასთან მასში უნდა იყოს. ორივე მოტივი იყო მოსახლეობა. ნუ ახლა ორივე ხა. მაშინ შეიძლება ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ადმინისტრაციულ დასახლებაში შეიძლება შემოქმედის ეპარქიის საპატივცემლოს ყველგან დავასრულოთ კუჩა მაინც იყო შემოქმედის კუჩა, ხო? თუ გიქნება ინიციატივა. ეს არ არის ა? ხო, ნუ რაღაცა პომარა რახანა ახლა უკვე ხელმულია და მიღებულია არჩეს. ბატონო. რუე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურეკში მდებარე ნომერ 34 გუნდსათვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე. საკრებულოს შემოვიდა ჩამდინარაძის ინიციატივა, ურეკში არსებულ ნომერ 34 გუნდსისთვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე, კომისიამ რა თქმა უნდა მოიწონა აღნიშნული ინიციატივა, შესწავლა განხილვა, დასკვნა გაიგზავნა სამთავრობო კომისიაში, სამთავრობო კომისიას განხილვა აღნიშნული საკითხი და მივიდა დადებითი პასუხი. დაბაურეკში ნომერ 34 ქუჩას ეწოდოს ჩვენი ეროვნული გმირის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელით. კეთილი ვინც მოხერხათ რომ განკარგულება მიიღოთ ამ საკითხზე ხო ხელსაწყოებიდან დასტურეთ. წინამდეგი მეცხრე საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურეკში ექვთიმე თახაშვილის ქუჩის
მეორე შესახვევისათვის და უსახლო ხუთისათვის ქუთაისის სახელის მინიჭების შესახებ უზურპების მუნიციპალიტეტის საკითხებს განმავლობის მიღების საგრებულოს შემოვიდა ბატონი გოჩამდინარაძის ინიციატივა ურეკში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს რომელი საკითხია შემოხსენებული არა ეცხრია. ქუთაისის ქუჩას ეწოდოს ქუთაისის სახელი ეს არის ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის შესახვევი აღმოჩნდა რომ ამ შესახვევს დაახლოებით ნახევარს ქვია შესახვევი ხოლო მეორე ნახევარი არ იყო სახელდებული შესაბამისად რეალურად ერთი ქუჩაა ეს და ამიტომ ძალიანად აი ამ ერთ ქუჩას შესახვევსა და შენების გაგრძელებას უსახელო ქუჩას ერთიანად ეწოდოს ქუთაისის სახელი გაიგზავნა დადებითი დასკვნა და დოკუმენტაცია სამთავრობო კომისიაში სამთავრობო კომისიას განახილა და მივიღეთ დადებითი პასუხი სადაა მწვერვალი და სიმაღლე რა? არა მან დაარო ან მევა მეცხრე ქუჩა მოვიდა ქუთაისთან უახლოვდებით მალე მწვერვალს ომისთან არის ეს ვაღანეია შარტულია თქვენ რაცა ეროდი ვერ გავაჩერეთ დღეა უმურებ და აღარ ხოხიქმეთ გავარებ ხედავ აღაჩერებო ვინც მოღლეღა განგარგულა მივიღოთ ამ საკითხზე ხოთ ხელსაწყოები დაადასტურეთ წინამდეგი მეათე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზედადამიანის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივლისის ნომერ 28-ზე განკარგულების არარად აღიარების თავაზე და მოусმენს და ხმალა ფეხა. საგრებულოს შემოვიდა მედიცინის ინიციატივა, კონსტიტუციის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ეწოდოს ჩვენი ეროვნული გმირის ზედადამიანის სახელი. კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი, ჩვენს ჩამონათვალში მწვერვალი არ არის. სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე განვიხილეთ საკითხი, დასკვნა გაიგზავნა სამთავრობო კომისიაში, დედანაც მივიღეთ დადებითი პასუხი და შემდეგ მოხდა საგრებულოს ხდომაზე ამის დამტკიცება. შემდეგ სამხედრო ნორმატიულ აქტში შესული ცვლილების შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ჩვენს კომპეტენციას ხდება, ასე ვთქვათ, ახლა არ არის დაკონკრეტებული, როგორც არის მაგალითად გზა, სკვერი და ასე შემდეგ და არ არის მწვერვალი, ამიტომ ამ მწვერვალის სახელდება უნდა მოახდინოს სამინისტრო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ვიგდება, რომ გავაუქმოთ ეს მიღებული განკარგულება და თვითონ სამინისტრო მოახდენს აღნიშნული მწვერვალის სახელდებას. თავრობა მოახდენს აღნიშნული მწვერვალის სახელდებას. ინიციატორი იქნება თავდაცვის სამინისტრო. ვაგრამე შეგიძლია კომისიის ისეთი სურათი ყველაფერი ჰქონდა, როცა გავუხმდა თან არის მარტო. მისაუბრეთ ამაზე დეტალურად. დეტალურად თავისი მაგლები. ვინც მომხრეხათ რომ განკარგულება მივიღოთ ამ საკითხზე 4 ხელსაწყოები დაადასტურეთ. დილანდეგი მე-11 საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის მე-4 კვარტალის სამუშაოების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების პროგრამაზე ბატონ ლავრენტ გუმორას მოუწოდეთ. Adoro, ამჟამად გამოცემულო კოლეგებო, იმდენად მოძრაობის საკრებულო ფუნქციონირების მე-4 წელი მიდის, შესაბამისად, treba მოსილებას მალე აზრის მოქმედ საკრებულოს, მაგრამ საკრებულოს ვალდებულება არის, რომ იმდენად ის
გადადი ახალი ბრძოლის საკრებულოსათვის ანდადოს სამუშაო გეგმის გარეშე. შესაბამისად ეს ასეც არის გაწერილი რეგლამენტში, ასე მოითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიც და რა თქმა უნდა გავახსენებთ და კიდევ ერთხელ გავიგოთ ჩვენთვის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტი საკრებულოს რეგლამენტი. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად კი წარმოგიდგენთ მეოთხე კვარტალის სამუშაო გეგმას, რომელიც თქვენთან არის წარმოდგენილი, იმედია დაიცანით და ფაქტობრივად ამ გეგმის ამტკიცების შემთხვევაში ესტაფეტას ჩვენ გადავცემთ ახალ საკრებულოს, რომელიც გასრულებულად უახლოეს პერიოდში ძირითადი ნაწილის თქვენი საფრთხეც იქნება წარმოდგენილი, ნაწილი იქნება საკრებულოს ახალი წევრები, მაგრამ ეს მას ნიშნავს, რომ ეს წარმატებული საქმიანობა, რომელსაც მიმდინარე საკრებულოს შესაბამისი კომისიები ამფორციელებენ არაფრთხილად კომისიებს, ლეარანტელი სტრუქტურა, მათ შორის პალატიც, ასევე გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას მომავლის პერიოდისათვის, შემდგომი ახალი ოთხისისათვის და ამ სამუშაო გეგმას ბატონო დავით გადავცემთ ახალ საკრებულოს და იმედია შესრულების ხარისხი არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ თვისობრივადაც უფრო გაუმჯობესებული იქნება ეს მოკლედ საკრებულოსთან შედარებით. ეს ასე უნდა იყოს, ეს არის წესი, ეს არის ლოგიკა, ეს არის მთავარი შინაარსი, უფრო ხარისხიანი და უფრო წარმატებული იქნება მომავალი საკრებულო. ბოლო ასე ბოლო არ იქნება. ბოლო არ იქნება, მაგრამ ამ ვინც მოხერხა რომ განკარგულა მიიღო თანასაკითხებს პოდკასტს ატევიდან დასრულებ. მეტი გაგიჩნდა რა. ვით სადა ახლა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი რომ თქვენ ერთის კომის ამოწვევის საკრებულოს ის აღზანდებით და შეიძლება რიგითის ჩატარება დამჭირდეს. ალბათ დამჭირდება. და მაგ უფრო მერე შევეძვეთ. მოწმებრამდე რა თქმა უნდა, მადლობას ვეუბნები მე ყველას. ჩემს კოლეგებს, ვინც ამოწვევის საკრებულოში იყო, ვინც აღზანდებით ყველას დიდი მადლობა, ვინც აღზანდება მასაც დიდი მადლობა და წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. Bueno.